ეს გზა საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი მონასტრისკენ მიემართება. ეს საფარაა ქართული კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ნიმუში. საფარის მონასტრის ხუროთმოძღვრების და კედლის მხატვრობის შესწავლის, ასევე ძეგლებზე შემორჩენილი წარწერების კვლევის შედეგად დადგენილია, რომ ამ მონასტრის აყვავება მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში სამცხეში ძლიერი ფეოდალური საგვარეულოს, ციხისჯვარელ ჯაყელთა მფლობელობის დროს მომხდარა. 1266 წელს ამ ფეოდალური გვარის ძლევამოსილმა წარმომადგენელმა სამცხის ერისთავმა სარგის პირველმა მონღოლთა ყაენისგან ხასინჯუ მიიღო და თავისი სამფლობელო სამცხე სამთავროდ აქცია. სარგის პირველი მოხუცებულობაში საბას სახელით თავის მონასტერში საფარაში შედგა ბერად. სარგისის ძის ბექა პირველის დროს სამცხის სამთავრო საზღვრები ტაშისკარიდან კარნუ ქალაქამდე ანუ ერზერუმამდე გავრცელდა. სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებული თვალსაზრისით საფარის წმინდა საბას ეკლესიის აგება მე-13 საუკუნის მიწურულს სწორედ ბექა პირველს მიეწერება. წმინდა საბას ტაძრის ინტერიერში სამხრეთ კედელზე არსებული ფრესკებზე წარმოდგენილი აქვს ტიტორი, რომელსაც ხელთ ეკლესია უპყრია. ის ბექა პირველია. აქვეა ფრესკული საქტიტორო წარწერა, სადაც მოხსენიებულია ბექა მანდატურ თუხუცესის და სარგის სამცხის სპასალარი. საუბარია ასევე ეკლესიის აშენებასა და შემკობაზე. დაარსებიდან მე-13 საუკუნემდე საფარის მონასტრის ისტორია წერილობითი წყაროების უქონლობის გამო ბუნდოვანია. თუმცა კარგადაა ცნობილი საფარის მონასტერთან დაკავშირებული მე-10-12 საუკუნეების ისეთი გამოჩენილი სასულიერო პირები, როგორებიცაა ბერი იოანე საფარელი, რომელმაც 968 წელს გადაწერა იოანე ოქროპირის ცხოვრება, არსენ საფარელი, ქართლის კათოლიკოსი, ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გაბრიელ საფარელი, მე-11 საუკუნის მეორე ნახევარი, მე-12 საუკუნის მოღვაწე იოანე მტბევარ საფარელი, რომელმაც ტბეთის სახარების ყდა მოაჭედინა. საფარის მონასტერში ძლიერი საოქრომჭედლო სკოლაც არსებობდა. 994-1001 წლებითაა დათარიღებული გაბრიელ საფარელის მიერ შექმნილი შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის საეტაპო ძეგლი. ბრეთის საწინამძღვრო ჯვარი და საფიქრებელია, რომ აქვე შეიქმნა საღულაშენის მიტრის ნაწილები, საღულაშენის ფირფიტები, ბრეთის იოანე ნათლისმცემლის ხატი და სხვა. ამგვარად ნათელია, რომ მე-13 საუკუნემდე სანამ ჯაყელები დაეუფლებოდნენ საფარას, აქ დიდი და ცნობილი მონასტერი ყოფილა. მე-16 საუკუნის მიწურულს თურქების მიერ სამცხის დაპყრობას საფარის მონასტრის თანდათანობითი დაცარიელება მოჰყვა. აქედან შიდა ქართლსა და იმერეთში გაუხიზნავთ მონასტრის ხატები და სხვა განძეულობა. თუმცა საფარის მონასტრის ერთ-ერთი ეკლესია მე-18 საუკუნეშიც ფუნქციონირებდა, რაზეც ზედათ მოგვის 1773 წლით დათარიღებული წარწერიდან ვიგებთ, რომელშიც საფარელი მღვდელი გიორგია მოხსენიებული. თეიმურაზ პირველის 1630 წლის ერთ-ერთი სიგელი ადასტურებს, რომ საფარის წინამძღვარი არსენ ავალიშვილი იმ ხანებში გამოუძევებიათ საფარიდან. (1893 წელს საფარის სავანეში რუსული მონასტერი დაფუძნდა. ამ პერიოდთანაა დაკავშირებული მონასტრის მცირე სამლოცველოთა თეთრად შეღებვა. წმინდა საბას ტაძრის, სამროკლოს კონუსური გუმბათებისა და მიძინების ეკლესიის რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი, ხახვისებური ფორმის გუმბათებით გაფორმება. შესანიშნავი ლორფინის სახურავის თუნუქის საბურავით დაფარვა. სარკმელთა ღიობების გაფართოება,
მიძინების ეკლესიის დასავლეთი კარის ტიმპანის გარღვევა, კედლის მხატვრობის ნიმუშთა დაზიანება და სხვა. სამრეკლო მე-14 საუკუნის დასაწყისშია აგებული. ისევე როგორც მონასტრის სხვა შენობები, სამრეკლოც თლილი ქვითაა ნაშენი. მას არავითარი მორთულობა არ გააჩნია. სამრეკლო ორსართულიანია. მეორე სართული ღია თაღებიანი ფანჩატური საკუთრივ სამრეკლოა, ხოლო პირველ სართულზე ლასურისძეთა საგვარეულო სამარხია. ლასურისძენი ჯაყელთა ქვეშევრდომნი იყვნენ. როცა ბექა მთელი კარით დაემკვიდრა საფარაში, ლასურისძეებსაც მანვე უბებდა სამრეკლოს პირველი სართული საგვარეულო საკუთრებად. აქ კედლებზე შემორჩენილ ფრესკებზე ასახულია ლასურისძეთა ოჯახის წევრთა პორტრეტები. გარდა ლასურისა შეგვიძლია ვნახოთ სუმბათი და სასულიერო პირი ნიკოლოზი. წმინდა საბას მთავარი ეკლესია, სამრეკლო და სასახლე მე-13 საუკუნის დასასრულისა და მე-14 საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. როცა სამცხის ბექა მანდატურ თუხუცესი სარგისის ძე განაგებდა. სარგისი, ბექა და მისი ვაჟები სარგის მეორე და ყვარყვარე გამოსახულნი არიან წმინდა საბას ეკლესიის კედელზე. ჯაყელებმა საფარა თავის რეზიდენციად და საძვალედ აქციეს. ტაძრისა და კარიბჭის სარკმლის წარწერაში მოხსენიებულია ხუროთმოძღვარი ფარეზასზე. წმინდა საბას ტაძარს დასავლეთიდან ასიმეტრიულად მიშენებული აქვს სამთაღიანი კარიბჭე, რომლის ასეთი მდებარეობა ეკლესიასთან ვიწრო მისასვლელითაა განპირობებული. კარიბჭე ეკლესიასთან ერთად არ აუშენებიათ, იგი მოგვიანებით მიადგეს მას. თუმცა კარიბჭის სარკმლის წარწერა გვატყობინებს, რომ ეს საყდარი აუშენებია ვინმე ფარეზასძეს. ხუროთმოძღვარ ფარეზას გამოსახულებაა საფარის მონასტრის კუთვნილ სახურავის კეხზე დასაყენებელ ეკლესიის ფორმის მცირე აკროტერიუმზე, რომელიც ახალციხის სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმშია დაცული. მიიჩნევა, რომ რელიეფზე ტაძრის ხუროთმოძღვრის მამაა გამოსახული, რომელიც სავარაუდოდ შვილთან ერთად მუშაობდა ეკლესიის მშენებლობაზე. წმინდა საბას ტაძრის დეკორი კარ-სარკმლების ღიობების ირგვლივაა თავმოყრილი. ფასადთაგან ყველაზე სადად აღმოსავლეთის გამოიყურება, იგი ხევის პირასაა და ეს ლოგიკურია. ტაძრის მდებარეობის გამო მისი დასავლეთი ფასადის ერთიანად აღქმა შეუძლებელია და მიუხედავად ამისა გაფორმების სიუხვით იგი დანარჩენი ფასადებისგან გამოირჩევა. ამ მხარეს გამავალი გზის დონე მაღალია. იგი ტერასულად დაშვებული მთის კალთის ქვედა ბაქანზე გადის და სათანადოდ მნახველს დასავლეთი კედლის ახლოდან დათვალიერების საშუალება ეძლევა. განსაკუთრებითაა გაფორმებული დასავლეთი კარიბჭის ინტერიერი. ვარსკვლავისებური კამარების და მზიდი თაღების ზედაპირები მდიდრულადაა დეკორირებული. იმპოსტებზე ფრინველთა გამოსახულებებია. დასავლეთი კარის ტიმპანზე გამშვენებული ასომთავრული წარწერებია ამოკვეთილი. რაც შეეხება ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, ის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს დასავლეთის მინაშენით. ეკლესიის აგების შესახებ ცნობები არ მოიპოვება, სტილისტური ნიშნებით კი მე-10 საუკუნით თარიღდება. ტაძრის ლავგარდანში ჩართული ოსტატის რელიეფის წარწერის მიხედვით ცნობილია მშენებელი ოსტატის სახელი ვაჩი. იქვეა მისი რელიეფური გამოსახულებაც. მიძინების ეკლესია სამხრეთიდან ეკვრის წმინდა საბას ტაძარს და ამ უკანასკნელზე მეტადაა დასავლეთით გაწეული. ეკლესიის აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლები მაღალ სუბსტრუქციას ეყრდნობა. მიუხედავად ამისა, მიძინების ეკლესიის იატაკის დონე საბას ტაძართან შედარებით გაცილებით დაბლაა. და ამ ორი ეკლესიის დამაკავშირებელი კარი მიძინების ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, უშუალოდ საკურთხევლის აფსიდის სიახლოვესაა დატანებული. ინტერიერი მთლიანად მოუხატავთ მე-14 საუკუნეში ბექა ათაბაგის შვილებს. ამჟამად მხატვრობა მხოლოდ ფრაგმენტულადაა შემონახული.
დასავლეთ კარის მარცხნივ კედელში ჩადგმულია სარკმლის თავსართი, რომელზეც ჯვრის ამაღლების რელიეფია გამოსახული. ორ ფრთაგაშლილ ანგელოზს წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვარი უპყრია. ეს რელიეფი სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებული თვალსაზრისით მე-7 საუკუნეს განეკუთვნება და უცნობია თუ როგორ მოხდა იგი საფარაში. ვარაუდი, რომ იგი სხვა ადგილიდან მოიტანეს და მიძინების ეკლესიის კედელში ჩადგეს, არა დამაჯერებელია. საფიქრებელია, რომ საფარაშივე უნდა მდგარიყო ადრეული შუა საუკუნეების ეკლესია, რომლის კედელსაც ეს სარკმელი ამკობდა. მიძინების ეკლესიის სამხრეთით წმინდა გიორგის სახელობის ნათალი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია მდებარეობს. მას ჩრდილოეთიდან ეკვრის მცირე სათავსი, რომელსაც იოანე ოქროპირის პარაკლისი ეწოდება. წმინდა გიორგის ეკვდერის ქვეშ თაღოვან-კამაროვანი კრიპტაა. დასავლეთი ფასადი დეკორის ციუხვით გამოირჩევა, სადაც კომპოზიციურ ცენტრს აყვავებული ჯვარი წარმოადგენს. ჯვრის ქვედა მკლავში სარკმელია გაჭრილი. ჯვრის თავზე გველეშაპის მლახრელი წმინდა გიორგის რელიეფია გამოსახული. ჯვრის ქვედა მკლავთან კი 11 სტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, საიდანაც ვიგებთ, რომ წმინდა გიორგის ეკვტერი აუგია საფარის მოძღვარს, გრიგოლ ნაბშვენისძეს. გარდა ამ ეკლესიებისა საფარის კომპლექსში შედის სამრეკლოს ქვედა სართული, ანუ წმინდა მარინეს ეკლესია, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო, სამრეკლოს ჩრდილოეთით, წმინდა იოანე ოქროპირის სამლოცველო, წმინდა საბას ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, წმინდა დიმიტრის სამლოცველო, წმინდა საბას ეკლესიისა და მიძინების ტაძრის კუთხეში, მიძინების ტაძრის აღმოსავლეთ კედელთან, წმინდა გიორგის და წმინდა პეტრე-პავლეს სამლოცველო, წმინდა საბას ეკლესიის დასავლეთით კარიბჭის და მიძინების ეკლესიის კუთხეში, წმინდა სტეფანე პირველმოწამის სამლოცველო, მონასტრის გალავანში არსებულ კარიბჭესთან. ეს სამლოცველო კომპლექსის შეჯგუფებული ნაგებობებისგან განცალკევებით გალავნის შესასვლელთან დგას, როგორც აღინიშნა. თუ გალავანში მოქცეულ სამონასტრო სივრცეს წმინდა ქალაქის იერუსალიმის სიმბოლურ განსახიერებად წარმოვიდგენთ, წმინდა სტეფანეს ეკლესიის გალავნის კარიბჭესთან ნაგება ლოგიკური გამოჩნდება. წმინდა სტეფანე დიაკვანი ხომ ქალაქი იერუსალიმის გარეთ კარიბჭესთან აწამეს პირველ საუკუნეში. ცალკე აღნიშნვის ღირსია საფარის წმინდა საბას გუმბათიანი ტაძრის მოხატულობა. თუმცა ეს იმდენად დიდებულია, რომ მასზე ცალკე ფილმი უნდა გაკეთდეს. სასახლე წმინდა საბას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. სასახლის კედლები შიგნიდანაც და გარედანაც თლილი ქვისაა. ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მთავარ დარბაზს ორი სწორკუთხა სარკმელი აქვს, რომელთა წირთხლებში ალათების ჩასალაგებელი ბუდეებია ამოკვეთილი. გზას ზემოთ მივუყვები, სადაც საფარის უცნობი ადგილი მეგულება. აქ კლდეში მცირე სენაკია გამოკვეთილი. აქედან გადავიხედოთ და ვნახოთ შესანიშნავი ხედი იშლება. ამ ადგილს რამდენიმე წლის წინ სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ტყეში ხეტიალისას.
აი პატარა კედელივით არის აშენებული. კარგით წავიდეთ. სავარაუდოდ აქ განდეგილი ბერები ცხოვრობდნენ. მაშასე მეგობრებო, საფარის სამონასტრო კომპლექსი, როგორც დასაწყისში აღინიშნა, ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ადგილია. ის დიდ როლს თამაშობდა საქართველოს ისტორიაში და დიდი მნიშვნელობა ექნება მომავალშიც. მე კი ამით დაგემშვიდობებით, ჩვენი ქვეყნის სხვა კუთხეებში შევხვდებით.